გამარჯობა ძვირფასო წითელაბელებო. ვიწყებთ იმ ელიტარული ანგლოსაქსური იმპერიის ისტორიის შესწავლას, რომელმაც დღემდე მოიყვანა მსოფლიო. ზოგადად დასავლური იმპერიის თემაზე ვისაუბრებთ. ძალიან მოკლე ვიდეოებს ჩავწერ იმისთვის, რომ დიდხანს არ შეგაწყინოთ, მაქსიმუმ 3 წუთი, 5 წუთი მაქსიმუმ. და პირველი რაც ვთქვათ, მინდა გითხრათ არის ის, რომ დასავლური იმპერია და დასავლეთის ცივილიზაცია ქრისტიანობაზე იდგა მე-11 საუკუნემდე. საუკუნის მეორე ნახევარში უკვე მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო მისი გამიწიერება და იმპერიალიზაცია. და ამას ცალკე, ასე ვთქვათ, ლექციებად შემოგთავაზეთ, მაგრამ ამ ეტაპზე მე მინდა დავიწყო კერძოდ, ასე ვთქვათ, ეს მე-19 საუკუნიდან უკვე, როდესაც ეს სრული ის მოხდა, მათი, ასე ვთქვათ, სატანიზაცია. და ეს სატანიზაცია დაიწყო ადამიანმა სახელად სესილ როუდსი, რომელსაც ახლა გაყვითლებულად ხედავთ მონიშნულს. ესე იგი, ეს იყო ადამიანი, ნახეთ, სესილ ჯონ როუდს. და იგი 1877 წელს შევიდა Oxford University Apollo Chapter of the Masonic Order. ანუ იგი გაწევრიანდა ოქსფორდის უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, ეს განაყოფში, მასონურ განაყოფში, სახელწოდებით Apollo. და როგორც თვითონ წერს თავის დოკუმენტში, სახელწოდებით Confession of Faith, რომელიც ძალიან ნიშანდობლივია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ნიშნავს სარწმუნოებით განცხადებას, როგორც ესე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ხო, სარწმუნოებითი განცხადება, მრწამსის ტიპის. იგი წერს, რომ მას ჰქონდა გამოცხადება და ამ გამოცხადებაში, მას შემდეგ რაც გაწევრიანდა აი ამ მასონური მასში, ლოჟაში, მას ჰქონდა გამოცხადება, სადაც იგი წერს ასეთ რამეს. მოდი ჯერ ინგლისურად წავიკითხავ და შემდეგ უკვე გადმოვთარგმნოთ. The idea gleaming and dancing before one's eyes, like a will o' the wisp at last frames itself into a plan. Why should we not form a secret society with but one object, and furthermore of the British Empire and the bringing of the whole uncivilized world under British rule, for the recovery of the United States, for the making an Anglo-Saxon race, but one empire. ანუ შინაარსი ესეთია რა, რომ ჩვენს წინ ასეთი მიზანიაც მციმდაო, ხო? ესეთი მიზანიაც მციმდაო, რომელიც, ასე ვთქვათ, შეგვიძლია გეგმათო, ჩარჩო გეგმად ჩამოვაყალიბოთო. რატომ არ უნდა შევქმნათო ესეთი საიდუმლო ორგანიზაცია, საიდუმლო საზოგადოება, რომელსაც ერთ-ერთი მიზანი ექნება, რომ ბრიტანეთის იმპერია გახადოს ასე ვთქვათ, მამოძრავებელი ძალა მსოფლიოსი, ყველა არაცივილიზებული, ნახეთ, როგორ გვეძახის ყველას, არაცივილიზებული მსოფლიოს მამოძრავებელი ძალა ბრიტანეთის იმის, რა ქვია, წესების ქვეშ, იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ავაღორძინოთ და გავხადოთ ანგლო-საქსური რასა, როგორც ერთი იმპერიაო. აი ამ კაცმა დაიწყო ეს ყველაფერი, ძვირფასო მეგობრებო, და აი ასე გამოიყურება ეს კაცი, აი ასეთი გარეგნობის იყო და როდესაც მასზე, ასე ვთქვათ, ძალიან მოკლედ რომ მოგახსენოთ, იგი ესე იგი ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა, იგი ძალიან მსუქანი კაცი იყო, ეს კაცი რა ადამიანი, კაცს ამას ვერ უწოდებ. და მასზე რას წერენ, ნახეთ, წერია გაყუთლებულები მაქვს, ეს დამუშავებული ფორმა, ხო? Still and all, he possessed so much charisma that one contemporary claimed that belief in Rhodes was a substitute for religion. ანუ ვინ წერს ამას რა, აგერა ხა ყველა ის არის, ხო? ეს არის Sidney Low, თავის ნაშრომში, 1902 წლის ნაშრომში, ესე იგი In the 19th Century and After, იგი წერს, ეს ადამიანი, ეს ისტორიკოსია, მაშინდელი, ასე ვთქვათ, თანამედროვე ისტორიის მკვლევარია, რომელიც წერს, რომ ამ ადამიანს სესილ როუდს ისეთი ქარიზმა ჰქონდაო, რომ როგორც მისი თანამედროვეები აღნიშნავენ, როუდისში რწმენა, როუდის მიმართ რწმენა იყო რელიგიის შემცვლელიო.
აი ესეთი ამბავია. თვითონ ეს ადამიანი საშინელი ადამიანი იყო, ნელ-ნელა მოგიყვებით, მაგრამ ამ ვიდეოში არა. ასე ვთქვათ, ეწეოდა რაღაცა უამრავი უდიდესი რაოდენობის ნიკოტინს, იგი სვავდა რაღაცა სასწაული რაოდენობით. აგერ წერია ხო? In a day out he drank huge quantities of wine, whiskey, beer, champagne and Russian Kumel liquor. ხო? ანუ იგი სვავდაო რაღაცა უდიდესი რაოდენობით ღვინოს, ვისკის, ლუდს, შამპანიუს და რუსულ კუმელის ლიქიურს. აი ამით შემოვიფარგლებით დღეს და ასე ვთქვათ, ნელ-ნელა შემოგთავაზებთ. ეს პირველი ნაწილია უკვე როუდსის მასონურ იმეებზე, ფესვებზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. დროებით.